იცი, რომ დაბლიდან, სადაც ყველაფერი ძვირფასია და საყვარელი, თვალს გადევნებენ, ფიქრობენ, წუხან და შენ მისგან შორს ასულს საშნელ ხიფასში მყოფს, გიხარია, ეს ფიქრი გამხნევს და გათბობს. გინდა აჯობო ანკლდეებს, აჯობო შენს თავსაც, მაშინ თითქოს სხვა იქცევი. მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში გამოჩნდა ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე, რომელმაც არა მხოლოდ მთას აჯობა, არამედ ეპოქის შეზღუდვებიც დაანგრია. ალექსანდრა ჯაფარიძე იმ თაობის წარმომადგენელია, როცა ქალისთვის სპორტში ყოფნა უკვე გამოწვევა იყო, ხოლო ალპინიზმი თითქმის დაუშვებელი ფუფუნება. მან შეძლო და კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო. პირველი ქალი იყო, რომელმაც თეთრნულსა და უშბაზე დაადგა ფეხი. მოიპოვა მთასვლელთათვის დაწესებული ყველა ტიტული და ჯილდო. პირველად მყინვარწვერზე ექსპედიციას 1923 წელს შეუერთდა. აქედან იწყება მისი ისტორიაც. მე მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და გეოფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობდი. ერთ დღეს ობსერვატორიის დირექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე დიდებულიძემ, ყველა თანამშრომელი შეეკრიბა და გამოუცხადა. ყაზბეგზე სამეცნიერო ექსპედიცია უნდა მოვაწყოთ. მოკლედ გვიამბო მათ შესახებ, ვინც მანამდე ყოფილა ყაზბეგზე. გვიამბობდა იმ სილამაზეზე, მყინვარებზე, ალპიურ ყვავილებზე, ჩანჩქერებსა და ზვავებზე, რომელიც იქ მოგზაურობისას გვხდება. 1934 წელს განხორციელებული ექსპედიცია მწვერვალ უშბაზე ალექსანდრა ჯაფარიძის მონაწილეობით ისტორიაში ჩაიწერა. ჩანდა ყველა მწვერვალი, თითქოს ხელს გავისწვდიდი და იალბუზის შეხებას ვიგრძნობდი. ღამეს სულ სხვაგვარად ბრწყინავდნენ ბროლის კოშკივით აღმართული ყინულოვანი ქედები. ზევით უშბა იყო და მე უკვე ვიცოდი, რომ ხვალ ჩვენ ყველანი მწვერვალზე ავიდოდით. და გაცოცხლდებოდა სიმონის ოცნება. ეს ასვლაც მის ხსოვნას ეწყვნებოდა. ხოლო და აქ, ამ ოფსკრულებში გებადება ნამდვილი პატივისცემის გრძნობა იმის მიმართ, ვინც პირველმა შებედა უშბას, ვინც ავიდა ან იფიქრა მასზე ასვლა. მეორე დღეს მართლაც ავედით მწვერვალზე. ასე აღწერს ალექსანდრა ჯაფარიძე თავის ფიქრებს და განცდებს იმ მომენტში, როცა უშბაზე ასვლისას ნაბადში გახოვს მთელი ღამის გატარება, თოქზე დაკიდებულს მოუწია, იმისთვის, რომ მეორე დილას ფეხი უშბის მწვერვალზე დაედგა. ეს მსოფლიო მასშტაბის მოვლენა გახდა, რადგან ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ქალი მთასვლელი აღმოჩნდა, ვინც უშბის მწვერვალზე ავიდა. დღის 3 საათი იყო და ნისლის გამო დიდხანს შევსჭით იქ. შემდეგ კი, როცა სრულიად დაამდა, ავანთეთ ბენგალის ცეცხლი. საოცარი გრძნობა დაგვეუფლა, როცა სოფლებში საპასუხო კოცონები დაინთო. სიცოცხლის ზღვარზე არაერთხელ აღმოჩენილა. ჩანაწერებში წერდა: მთა არ გაპატიებს დაუდევრობას, მაგრამ პატივს სცემს გულწრფელ შრომას. მთაში შიში ყველა ადამიანს აქვს. განსხვავება მხოლოდ ის არის, ვინ როგორ მართავს მას. შიშის გამკლავებას მშვიდი, გაწონასწორებული და ამავე დროს მტკიცე ხასიათით ახერხებდა, რასაც ექსპედიციის წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი როლი ხშირად უთამაშია. ალექსანდრას სახელს უკავშირდება ლეგენდად ქცეული ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენაც 1948 წელს, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ პოემა განდეგილი მიუძღვნა. ხასხასა და დაუჟანგავს ღაბრად თქმულ ჯაჭვს ხელით, რომ შევეხე გული კინაღამა მომივარდა მკერდიდანო, იხსენებდა ალექსანდრა. თუმცა მთამ სიხარულის გარდა ბევრი ტკივილიც მოუტანა. მისი ძმები სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეები, რომლებიც ალპინიზმმა უფროსი დის მსგავსად გაიტაცა და არაერთ მნიშვნელოვან ექსპედიციაშიც მონაწილეობდნენ, მთაში დაიღუპნენ. კავკასიონის მწვერვალებზე ალექსანდრა ჯაფარიძეს 100-მდე სპორტული ასვლა აქვს შესრულებული. იყო ქართული და საბჭოთა ალპინიზმის, ასევე საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი. ალპინისტთა ახალი თაობის აღზრდას მან წლები მიუძღვნა. ალექსანდრა ჯაფარიძე 1953 წლის ზაფხულში 19-ად და უკანასკნელად ავიდა მყინვარწვერზე. მისი 30 წლიანი მთასვლელობის კარიერამ ქართული ალპინიზმის განვითარების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა.